ძალიან სამწუხარო შემთხვევა არის, რა თქმა უნდა, როდესაც საერთოდ ყოველთვის ჯარისკაცის გარდაცვალება და განსაკუთრებით მშვიდობიანობის პერიოდში და პირველ რიგში უსამძიმრებ მის ოჯახს, მის ახლობლებს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ახლა რომ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს და რამდენადაც შევძლებთ ეს ტკივილი შემოსუქოთ. მიმდინარეობს გამოძიება, მოგეხსენებათ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს და ყველას მინდა ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც შეიძლება დაიწყო სპეკულაცია და ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე ეჭვების და სპეკულაციების გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ, მოხდეს ყველა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც გავავრცელეთ ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ, თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად უპრეცედენტო გამჭვირვალეობის პირობებში მუშაობს და საზოგადოებას პირდებით, რომ ყოველ ეტაპზე, როდესაც გვექნება დამატებითი ინფორმაცია, ამ ინფორმაციას მივაწვდით. შეუძლებელია იქცეოდა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც წლების განმავლობაში იქცეოდნენ განსაკუთრებით ამ უწყების ხელმძღვანელები და არა მხოლოდ და ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ ახლა ჩავებათ ამ მარათონში რაღაც ბრალდებების და წინასწარგაცემული დასკვნების. სამხედრო პოლიცია თლიანად საქმეში არის უკვე, მიმდინარეობს 3 სხვადასხვა ექსპერტიზა არის დანიშნული, მათ შორის ბალისტიკური, ტრანსოლოგიური და როგორც კი იქნება პირველი შედეგები, მაშინ რა თქმა უნდა ეს გამოქვეყნდება.